თბილისში 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშება პარაძიუდოში დასრულდა. საქართველოს ნაკრებიდან დღეს ოქროს მედალი J2 კატეგორიის 95 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზვიად გოგოჭურმა მოიპოვა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს ლაშა ყიზილაშვილი დაეუფლა. კიდევ ერთი ქართველი რევას ჩიკოიძე ფინალურ დაპირისპირებაში დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. შეგახსენებთ, რომ თბილისის თასის გათამაშების პირველ დღეს ჩვენმა პარაძიუდოისტებმა 2 ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. საერთაშორისო ტურნირს პარაძიუდოში, რომელშიც მონაწილეობას უსინათლო და მცირე მხედველი პარაათლეტები იღებენ, თბილისი წელს მეორედ მასპინძლობს და ის პარიზის პარალიმპიური თამაშების შემდეგ პარალიმპიადის პირველი საკვალიფიკაციო ტურნირია. ჩვენ სპორტსმენებს მოგვეცა საშუალება, რომ ესეთ შეჯიბრზე გვიასპარეზა და ბედნიერი ვარ, რა ვიცი, ანუ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გუნდით და ჩემი კიდაობით შეიძლება მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ მედალია, მე ყოველთვის ესე ვუყურებ და ესე ვფიქრობ და ნებისმიერი მედალი ძალიან დიდი შრომის, წვალების და სისხლის ფასად მოდის. რა თქმა უნდა, ჩვენმა პარალიმპიურ სპორტსმენებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, მინდა მიულოცო და მადლობა გადაუხადო ყველა იმ ორგანიზატორს, ვინც ჩართული იყო ამ დიდ ღონისძიებაში და წარმატებები უსურვო შემდგომი გამარჯვებისთვის პარალიმპიურ კომიტეტს, რამე თუ ძალიან კარგად ვითარდება პარალიმპიური სპორტი საქართველოში და შემდგომი წარმატებები წინ აქვს.